რეკონსტრუქციაზე გადასვლას. დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, შეერთებული შტატები ჰამასისგან ელოდება თავისი ვალდებულებების სრულად შესრულებას, მათ შორის გარდაცვლილი ბოლომძევლის დაუყოვნებლივ დაბრუნებას. უიტკოფმა მადლობა გადაუხადა მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ ქვეყნებს, ეგვიპტეს, თურქეთს და კატარს მათი შუამავლობისათვის. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნომ დაძლია უნდობლობის 2 ვოტუმი პარლამენტში. უნდობლობის ვოტუმები ულტრამემარჯვენე პარტიამ, ეროვნულმა გაერთიანებამ და ულტრამემარცხენე მოძრაობამ დაუმორჩილებელმა საფრანგეთმა წარადგინეს. ორივე პარტია აპროტესტებდა ევროკავშირის და მერკოსურის ბლოკის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საფრანგეთის წინააღმდეგობის მიუხედავად დაამტკიცეს. უნდობლობის ორივე ვოტუმი ხმათა საკმარისი უმრავლესობის არ ქონის გამო ჩავარდა. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ლეკორნომ გააკრიტიკა უნდობლობის ვოტუმები და განაცხადა, რომ ამ დროს პოლიტიკოსები ქვეყნის ბიუჯეტზე უნდა მუშაობდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებული ენერგეტიკული კრიზისის გამო საგანგებოს ხდომა გამართა. უკრაინული მედიის ინფორმაციით განსაკუთრებული ყურადღება კიევში მიმდინარე ვითარებას დაეთმო, სადაც საკოორდინაციო შტაბი შეიქმნება, გადაიხადება კომენდანტის საათის წესები და მოხდება სარეზერვო ენერგოდანადგარების ქსელებთან მიერთების დერეგულაცია. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევში შეიქმნება მუდმივ მოქმედი საკოორდინაციო შტაბი და ხელისუფლება მაქსიმალურად გააძლიერებს მუშაობას პარტნიორებთან საჭირო დანადგარების და დამატებითი მხარდაჭერის მისაღებად. საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი რძის სექტორის განვითარების საკითხებზე დარგის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო 2026 წელს სექტორში დაგეგმილ სიახლეებს, მათ შორის პირველადი წარმოების და ცხოველთა გადაადგილების კონტროლის მექანიზმების გამკაცებას და ვეტერინარული რეცეპტების ეტაპობრივი ამოქმედების მექანიზმის დანერგვას. შეხვედრაზე ნედლი რძის წარმოების წახალისების მექანიზმებზეც იმსჯელეს. ჩვენ ქონდა რამოდენიმე საკითხი მიმდინარე გასავლელი იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს მდგომარეობით არის ბაზარზე და ამ სექტორში ზოგადად და ასევე ვისაუბრეთ იმ სამომავლო გეგმებზე, რომელიც მიმდინარე წლიდან იქნება ჩაშვებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან და დაიხმარება როგორც ადგილობრივ სექტორს, ასევე საბოლოო მომხმარებლის ინფორმირების კუთხით იქნება წინ გადადგმული ნაბიჯები. ჩვენ აქ დავინახეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რომ თვითონ სამინისტრო მზად არის წარმოადგინოს თავისი წინადადებები დარგის განვითარების, კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების ერთი მხრივ და მეორე მხრივ მოისმინეს ის წინადადებები და ის პრობლემატიკა, რაც დარგში არსებობს და კიდევ უფრო მომავალში მეტი გაჟღერდება თქვათ ეს საკითხები, რომელსაც ერთობლივად ვიმუშავებთ. ბათუმის დრამატულ თეატრში 157 თეატრალური სეზონი პრემიერით გაიხსნა. დავით კლდიაშვილის კლასიკა დარისპანის გასაჭირი რეჟისორმა გიორგი კაშემ ახალი ინტერპრეტაციით წარმოადგინა. სპექტაკლის ორიგინალური სცენარი თითქმის მთლიანად შენარჩუნებულია. რეჟისორის ჩანაფიქრი ემოციური დაღიქვა მაყურებელმა სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა. პრემიერა საჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაესწრო. ახალ სეზონზე დასი 7 პრემიერას გეგმავს. დარისპანის გასაჭირის ძალიან საინტერესო ვერსია ვნახეთ, იყო საინტერესო ინტერპრეტაცია. მოლოცავ პროფესიულ დღესასწაულს თეატრის ყველა თანამშრომელს, ქართული თეატრის დიდ ოჯახს და უსურვებს შემოქმედების წარმატებას. ბათუმის თეატრში გაიხსნა კიდევ ერთი საინტერესო სეზონი და მე მინდა მიულოცო ბატონ კოტემჟავიას, მინდა მადლობა გამოვხატო ამ ქალაქის მიმართ, ბათუმელების მიმართ, ამ თეატრის მიმართ და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ქართული თეატრი არის უსასრულო ჯაჭვი, რომელსაც ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც შეუძლია შეთავაზოს ქართულ მაყურებელს. ასმაგაც სანერვიულო იყო, იმიტომ რომ დიდი ხანი სეზონი არ ქონდა გასვლილი, დღეს აი ესე შესანიშნავ დღეს გავხსენით სეზონი. ძალიან მახარებს გიორგის აი ესეთი გადაწყვეტილება, ბევრი კარგი სპექტაკლი აქვს მას გაკეთებული კლდიაშვილის და ჩვენი ერთ-ერთი იმედია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო იქნება მათ შორის და რაც თავარია მაყურებელმა მიიღო იმდენად კარგად, ისე სწორად, ისე გადასარევად, რომ ის რეაქციები ზუსტად იქ იყო, სადაც უნდა ყოფილიყო. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ ციკლაურმა ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით მესხეთის სახელმწიფო დრამატული და ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრების მსახიობებს უმასპინძლა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მსახიობებს პროფესიული დღე მიულოცეს და თეატრალური ხელოვნების სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მადლობის სიგელები გადასცეს. განსაკუთრებით უჩვეულო დღე გვაქვს. პირველ რიგში რომ ქართული თეატრის დღეა. მეორეც უმთავრესი რომ პირველი შემთხვევა
რომ ქალაქის მერიამ აი ესე